ძირფასო მეგობრებო, მოგესალმოთ, ჩვენი გადაცემის სტუმარი გიორგი უშიკიშვილი. სპეციალურად დავაკრევინე ბენს. არა, იცი რას ვაკვირდები მე რო? ვიცი რომ გიждები, ძალიან გიყვარს. მე უყურებ შეგადაცემას და. ხო. არასდროს ამუსიკით არ შემოყავს სტუმარი. არა, მარტო მე მგონი მუსიკა გაქვს შენ წონის მით. რატო? აი სუქნების არის. სუქნების მუსიკა. სუქნების მუსიკა. რაღაცა კარგად შემოდიხარ რა, აი არის ძაბები, გაი. რა, შემოდიხარ. იცი როგორი, აი, კაი მოკი. თა როგორი მუსიკაა, იცი, სულ მგონია რომ მუსიკალური ყური რო დამეთანხმებიან ჩემი მეგობრებიც რომ სხვანაირად აი ხანდახან ხო გიფიქრია ხოლმე რომ რაღაც სხვანაირად რომ გაგრძელდეს ეს მუსიკა, ხო? როგორ და ასე ტარარარარარარა ტარარარარა ტირარირარარარარა რაღაც შეიძლება მოხდეს რაღაცა ხო შეიძლება? არ გძელდება. ტარამ ტარარამ. არ გძელდება. ხო, წარმოიდგინე თან ეს აი ეგ ყველაფერი გაცვლილი არის ამაზე, გაიგე? აი ეს შემოკლებებიც არის, აი ნელა რომ მოდიხარ დინჯად, თან კახელი ვარ, გაიგე, რაღაცა აქეთ, მაგრამ თუ გავხდები დამპირდი რომ ააჩქარებინე ამ მუსიკას. გამხდრებისთვის თალკება. ნუ შეცვლი ამ მუსიკას, რომ ააჩქარა, აი წიწკვივით რომ შემოვირბენ. აი, გამხდრებისთვის თალკება. ტარარარა ეს გამხდრებისთვის დაუკარი. გამხდრები, აბა გამხდრები მერე. გასვა. შემოვედი. ასე მაინც ვიგო რომ გამხდარი ვარ. ამიტომ ეს თავი მაგზნობინეთ კომფორტულად. მაგრამ უფრო სუქნებისთვისაც მაქვს. უფრო სუქნების. აი უფრო ხე შეყვარა. აბა დამამშვიდე რა. არა, მე რაღაცა ისე ვარ რა, საშუალო. აი უფრო სუქნების. აბა უფრო სუქნები. წონის ის რო აქვს რა, ზედმეტი წონა. აი აბა ზედმეტი წონა რა. შენგენად აქამდე მოახცევს პრინციპში ხო აი როგორი კაცის მუსიკაა ისი რომ კარგი ნაკეიფარი როა და აი კახელები რო იტყვიან ხო აი გაძღაო რა ხო აი თარო აი კუშეტკარო უნდა კუშეტკარო გადაგორდეს არა გადაგორდეს აი ეგეთი ის არის ეს უხდება ძალიან რა იყო რატო გადამეკიდი ამ მუსიკით ასე რა იცი იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან მოგწონს და ყოველთვის ხალისობ ამ მუსიკას და მაგით მე სიამოვნებით გავიცნობდი ამ მუსიკის ავტორს ავტორი ის არის მოცარტია და როდის დაწერა მოცარტმა ეს მუსიკა აი რა მდგომარეობაში იყო აი დეპრესიაშიც ვერ დაწერდა ხო რა დროს დეპრესიაშიც ვერ დაწერდა კი გეტა რამდენად ვერ დაწერდა დიდი მადლობა უშიკ რომ მოხვედი გადაცემაში უბრალოდ იცოდე რომ თუ დროს კი მომიწვია ძალიან კი წელიწადში ერთხელ გამოწერილი გამოწერილი ამობილიმოტიმიტი კი მაქვს მაგრამ იცი რა აი რა ძალიან თუ დროს დამემთ ხო ახლა რატო რა იცი ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანს ძალიან მოქმედებს გარემო რა ხო გარემო რა თქმა უნდა მოქმედებს ისე ახლა რომ მაინდა-მაინც ისე გქონდეს საქმე ადამიანს რომ უმეცინებოდეს და რაღაცა სულ ისეთ ამბებს გებულობდე ხო რა თქმა უნდა ახლა ცოტა მძიმე სიტუაცია მაგრამ ან ჩვენი სულ გინდა ვეძებ რაღაცა კაი გავიგო მაგალითად აი მიხარია ბიჭო მამაჩემმა დამირეკა რომ ღორმო გოჭები გააჩინაო და 2 დღე ესე ზეიმი მქონდა რა რაღაცა კაი გავიგე რა ზეიმი მქო 2 დღე ყველას უყურე გოჭები ყავს ხალხო აი კარგი ინფორმაციები მჭირდება რა იმიტომ რომ დღეს არ ვიცი მე მგონია გავამართლებ შენს იმედებს რა კი ბატონო კი მიირთვით ჩვენი გამაგრებელს სასმელი კი ბატონო უშიკას გეძახი ბრავო გვაქვს გოჭები გვაქვს გოჭები არის კაი წვენია კი შენგენაც თანაგანანას მე გოჭის მე როგორ წავა ხო ეხლა ერთი მოწვევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უშიკ ეხლა შენ ვიცი რომ ძალიან საინტერესო გადაცემა გაქვს ბატონო უშიკ ძალიან საინტერესო გადაცემა გაქვს ჩვენებური ევროპა ხო და ანუ იმაზე უნდა ვილაპარაკოთ რომ ევროპა კარგია მაგაზე მინდა რომ ვილაპარაკო
ეს რაღაცა მითები, რომელიც აი ესე აქტიურად შემოიჭრა უცებ. ნუ დიდი ხანია ეს მაგრამ ზოგს არის ევროპა ხო ეს რაღაც გარკვეული ღირებულებების საერთოა რა. ამბავია ეს თანხვედრა და ასე შემდეგ ეს ხო არ არის რაღაც მაგალითად რომ ყველაფერი ისეთი უნდა გადამოიღო რაც მაგალითად იმათ აქვთ ხო? ტრადიციები ყველას თავისი აქვს. აი სწორედ ევროპული ღირებულება, სწორედ ევროპა რა არის, იცი რა მათ უნდათ რომ შენ ისეთივე ასე თქვათ იყო მათთან და მათ ერთიანობაში იყო შე როგორი კულტურაც გაქვს და შე როგორი ღირებულებებიც გაქვს. აი თუ ყველა ქვეყანას თავის კულტურა აქვს. ისინი შენ არ გეუბნებიან რომ ჩემნაირი იყავი მაინდა-მაინც, მაგრამ აი ელემენტარული ამბავია მაგალითად ხო ეხა ამ დანაჩანგლის ჭამა ისწავლეს ვარიანტია რა. და ისე შემოდი. რაღაცა გაისუფთავე, რაღაცა გააკეთე და მოდი ჩვენთან იყავი და ეგ ღირებულებები კი არა და ეგ ტრადიციების გქონდეს. კი ბატონო. ყველაფერი თან გქონდეს. რაც შენ გაქვს, თორე მათთვის ეს არის უნიშნულოვანესი, იმიტომ რომ მე ბავშვობაში ვარ ამყოფი რუსეთში მე აღარ, თუმცა ვიცი იქ მდგომარეობა, იმიტომ რომ ადამიანები არიან, ვინც მაკვირდები ხო, ეხა ინტერნეტი და ეს ყველაფერი თავისად შვება. მე ევროპაში სპერგან ვარ ამყოფი და ამიტომ მე ვარ აი ღირებულებების მომხრე, რომელიც მე ისინი როგორ უფრთხილებიან საკუთარ კულტურას, ადამიანებს, როგორი განათლება აქვთ, როგორი ჯანმრთელობის დაცვა აქვთ და რაღაცეები. ძალიან სერიოზულ გადაცემაში არ გადაგვივიდეს ახლა. შენ კი რაღაც სხვა მკითხე რა. აი ეს მაინტერესებს, ევროპა გვაგეებს თუ არ გვაგეებს? გვაგეებს, გვაგეებს, ევროპა გვაგეებს, ანუ გეიებს. კაცო, ერთ კახეთში მეუბნება. ბატონო გიორგი, ერთი გამაგევინე რა. ეს ევროპელები რას გვეუბნებიან, რომ მე ანზორამ ჯემალაბა ვიყონო ცოლად? მეზობლად. გეუბნება ხო ვიღაც? ხო, მეგონება. რატო? იმიტომ რომ ვიცია რომ გაძალებენ ისინი რომ კაცი იქორწინოო. არ გინდა, მაგრამ აი ახლა იძულებული ხარ რომ აგერ შენი მეზობელი ანზორა მოიყვანო ცოლად. არ გინდა, მაგრამ ახლა თუ კიდევ რო კავშირში შეხვიდე გერა თოლა ანზორა მოყავდა ცოლად. აი ვიცი. აი დებილო. მაგარი ვიცია, ხო. ყველა თავარი ვიცი არის რა, ქართველობას გართმევენ. ქართველობა ეგ რა თქმა უნდა ყველაზე პოპულარული. ქართველობის შენარჩუნება რა არის, ახლა ეგ არის მთავარი, ხო? ხო. აი, ხო, სულ მიდის ამ ინტერნეტ პროპაგანდა, ხო, რაღაცა მაგალითად. ძალიან ბევრ საიტს გადაატდები, გვერდს უბრალოდ Facebook, სადაც არიან ქართველი კაცები გახდით მდგომარეობაში. კი ვიცი. ვიცი, ბევრი რა საიტები აქვს, რაღაც საიტი აქვს ახლა. აი, მე ხათაშორის იმ დღეს გუშინ მქონდა ეს საიტი, ახლა წაგიკითხავ ამ საიტის იმას, ძალიან საინტერესო საიტია ხათაშორის. ღიპიანი, მოკეიფე, ნამდვილი ჯიგარი კაცების ფან-კლუბი. მაგრამ ეხლა ეს რა არის, იცი რომ ამათ უგზავნიან ფოტოებს, რომ გამოვაქვეყნონ. რაღაც მოდერატორია და ეს უტვირთავს ტიპებს რა, ფოტოებს. ხო, და არის და მაგალითად, ხო, ფოტოები მაგალითად აი ადამიანია, რომელსაც ღიპზე უდგას მაგალითად ჭიქა. თითოეულ ღიპზე. თითოეულ ღიპზე, ხო. და უნდა დალიოს. მაგრამ ეხლა თავარი რა, იქ არის ქვემოთ კომენტარები. ქვემოთ იქ არის თავარი კომენტარები. ვიღაცა წეს რომ მასე ხომეც ვაკეთებ. შენ გენაცვალე, შენ ახარ ჯიგარი ქართველი. შენ თუ უშველი ამ ქვეყანას, მაგალითად. ხო, ეგ არის კი, რომ აი ეგ არის. მაგალითად მე ვიღაცა ცოტა ნეგატიურად განწყობილი და უნება რომ შენ მაშინ იქნები მაგარი ქართველი, როცა ღიპს აზი დავიცე რომ პირდაპირ დალიო. ანუ ეს ღიპი ისე აწიო რომ ჭიქა მიიტანო ხელის დახმარების გარდა და დალიო დადგა იმავე ღიპზე და ჩაუშვა. მაგალითად დალევები აკრობატული ილეთებით. ემსი მე რაღაცა არ ვიცი, მაგალითად მაგიდაზე ესე უნდა დადგე ხელებზე, ფეხები შვირო მაღლა და რაღაცნაირად ისე დალიო. ხო? აი, ეგეც კაია. არა, რაც მთავარია, ამ ყველაფერს შიშიშვილე უნდა ახლდეს. ხო, ეგ ვერ მივხვდი, აი მაგას ვერ ხსნი, რატო არის? მაგალითად შიშიშვილე რა შიშიშვილე. მათ შორის აი ძალიან მაგარი ფოტოებიც აღმოვაჩინე, როცა არა მარტო ზედა ამ შიშვლები არიან, არამედ ტრუსით არიან ქვემოთ. ხო. მაგალითად, ადამიანი დგას და წვავს შიშველი. ტრუსიკით. ნუ ეხა იცი რა ფოტოებს. არა, ხო, თავარი ამბავი ხო ეგ არის რომ დებს. და ხა შენ რაც გინდათ, გვინდა სულ ისე შეწვი რომ თავდაყირა წვადი, მაგრამ ან ამის პოზიციონერებას გულისხმობ, მაგრამ ეხ რა არის? ჩვენ ყველა ერთად ადამიანებს დაგვაჯეროს, რომ ჩვენი ქართველობა ის კი არ არის, რასაც თქვა ილია ჭავჭავაძე აკეთებდა, რასაც ნიკო ნიკოლაძე აკეთებდა და ბევრი სხვა ძალიან ღირსეული ქართველი. არამედ ის რომ გვაჩვენო რომ ჩვენ ვარ დერი, რომელიც ორიენტირებული უნდა ვიყოთ მუდამ აი ან ჭამას მასზე, რომ მაგრები ვართ ამ ამბავში რა, აი მაგრავს სვავთ, მაგრავ ჭავთ და ეხლა ეს ექსტრემალური ნაწილი დაემატა შიშიშვილს.
მარკეტინგული მხარე მგონია მე უფრო თორე ახლა ღიბს არც მეუჩივი და არც ბევრი სხვა ამბავი აქ ღიბზე ნაკლები ისა მაქვს მე აქცენტი მაქვს იმიტომ რომ ბევრ ადამიანს აქვს და ამაზე რა თქმა უნდა არ მომახული ყურადღებას მაგრამ აქ შიშველ ღიბებზე მაქვს ლაპარაკი მე აქ დიდი აი ხო ესეთი აი ძალიან კაი ფოტო ვნახე აი ბევრი ღიპიანი კაცი და თავი აქვს მოყოლილი შიგნიდან ერთი კაცი ეხლა რა არის ეს წარმოვიდგინე ხა ეს ფოტო მაგრამ ეს იდეა რა ანუ აი ამ ღიპების გვირგვინში ხო ანა ქვემოთან ანუ ეს არის ერთგვარი აი ეს ჰესრო უკეთებ ხოლმე დამცავ რაღაცა ბარიერს ხო ცი ასე წარმოვიდგინე რომ ამაში მე ვიღაც ტიპი მოდის და ასხავს ოციანი დღვინოს ხო ამ ღიპებში რა და ქვემოთ კაცია გაიგეთ აი ღიპებში ხო მოდის ეს ღვინო რა და აი ნენელა ჩაგაქ ესა რა გაიგეთ ჩაგაქ და ესე მე ცლი გაიგეთ და ეგ არის სიამოვნების ერთ-ერთი ეს ქართველობის ერთ-ერთი ისაა რა ქვია ხო აი ფაქტშორის იცი რა ეს მარტო ის არ არის ფოტოებზე მე ძალიან მე ჩემო მეგობრებმა და ყველა მიცის ვისაც ყოფილა ჩემთან ერთად სუფროსთან რომ მე არ ვსვავ საერთოდ იქ რაღაც უფრთხილები უბრალოდ არ შემიძლია დალევა და ვერ ვიტან ამ სასმელს რა უბრალოდ რადგან სულ მგონია რომ ბევრი როდალი უბრალოდ მოვკვდები ეგეთი შიში მაქვს ანუ სადაც ჩავდივარ ყველას გონია რომ ძალიან მაგარი მსმელი ვარ, აი ძალიან მაგარი მსმელი ვარ და აი რაღაც მომღერლობასთან დაკავშირებული ამბობ რომ მაქვს, თან ფიზიკურადაც ისეთი ვარ, რომ ყველას გონია რა რაღაცა ისეთი მაქვს რა, აი რაღაც ჩემი ღვინით დავდივარ და რაღაც ძალიან აღრეული არის ზოგადად აი ადამიანებში რა არის ქართველობა? ცოტა არის აი რაღაცა აი გადასხვაფერებული რა. მაგრამ მანდ არის კიდე ერთი თემა რომ აი მაგალითად კიდე ეს გვაგეებზე თემა ხო არის კიდე ცალკე რომ შიში ეს რომ ვიღაცამ შეიძლება გაგაგეოს რა ანუ აი მაგალითად ესეთი ხო ესეთი ის არის კიდე მითი რომ აი მაგალითად შემოხედვით რომ გეი გახდები რა ანუ შემოგხედა გეიმ და შენც გეი ხდები ამ დროს ფათაშორის ადრე მახსენდება ეგეთი ფრაზა ადრე იყო ხოლმე ეგეთი გამოთქვა თუ გახსოვთ ვიღაცას რომ განცხადებებით ვიღაცა რომ ვარ ჩემ ბუასის დაჟინებული მზერით კი გაზეთებში იყო ხოლმე ექიმ ბაშების ვიღაცის განცხადება უბრალოდ მზერით კი არჩე დაჟინებული მზერით არჩე წარმოვიდგინე ეხლა თარასყურებს თავარია ეს ახლა წარმოვიდგინე რომ ამ კაცის კაბინეტი რა სადაც იღებს ამ იმას რა ვქეთ ეს ხო 5 წუთში არ მორჩება არა 5 ეს რაღაცა ენერგია შენი თვალიდან იქამდე ხო უნდა გადაიტანო რა სადღაცამდე ანუ ამას ჭირდება გარკვეული საათი და დრო ხო და დაჟინებული ზერას რომ განიკურნოს ხო დაჟინებული ზერით რომ ბუასი აი დაახლოებით ეს იმ კატეგორიის ასე ვთქვათ რაღაც თემათ მიმაჩნია შემოხედვით რომ გეიგარჩე როგორც ბუასის ვაჩენდა დაჟინებული მზერით დაჟინებული მზერით დაახლოებით იგივე მაგრამ ეს მოხდა ყურში ყოველას რო ის გონი ხარ კაი მოკეიფე და ანუ რეალურად ხო ანუ ყოველას გონია რომ შენ საფასში დადიხარ ეხლა აღარ ხო ერთხელ მithქვას კიდევა ჩვენთვის ერთხელ ძალიან ბევრჯერ ხშირად როდესაც მეგობარი მებოდეჯება ადრე ღამის კლუბში ხა სადღა არის ღამის კლუბი თუ რაღაც მიდიოდი და ადამიანები გურსფელად მოდიოდნენ და მითანაგზნობდნენ იქ რატო ვიყავი კლუბში? კლუბში. რატო? აი შეწუხებული თქვენ აქ რა გინდათ ბატონო გიორგი? კლუბში გეუნები. კლუბში. რატო? იმიტომ ანუ კლუბში შენ არ უნდა იარო. არა, არ შეიძლება რა. შენ უნდა იარო სახით. მე შეიძლება ვნახო მხოლოდ საქაბაბეში სახით. სავარაუდოდ საშაურმეც აკრძალული მაქვს, იმიტომ რომ ქართულთან დაკავშირებული არ არის. ო, ეგ არის კი ბატონო. კაი, მოდი ის გადავიდეთ აი მაგალ. ბევრ ქვეყანაში ხარ ნამყოფი. ძალიან ბევრში, ხო? ხათაშორის რაც გამახსენდა ეგ არის რომ შვეიცარიაში ჟენევაში ვიყავით და ხო. სასტუმროში არ მიგვიყვანეს. რაღაცნაირი სახლი იყო რა, ესეთი აი უცბად აშენებული ისენი რო არის, ხო იცი რაღაც. სახელდახელოთ აშენებული რაღაცები გიფსოკარდონით მეტი და რაღაცა და რაღაც ესეთი რა. მოგეთ შევედით აქეთ იქით და რაღაცა და მოგეთ ღამე რაღაც ახლა ადამიანი შევწუხდი ახლა ღამე ხო ყველა წუხდება შეიძლება ადგე რაღაცა მოგინეს ტუალეტში გავალ აქეთ იქით რაღაცა. ღამე არის რაღაც 11 საათი, ავდექი შევედი ტუალეტში. ხო. შეულებრივად რაღაცა გამოვედი და დაახლოებით 1 საათნახევარში აგაკუნებს ვიღაცა. პოლიცია მოვიდა. პოლიციას რა უნდა და ხო და რატო ჩარეცხეთ ტუალეტიო
ვიფიქრე ესენი ან კაიფებია ან რაღაცა დაგვიდგეს ან რაღაცა მე ეს ბიჭი მოიყვანე ჩვენთან ვინც იცოდა კარგად ენა და რა უნდა მეთქი ერთი რაღაც მეუბნება ტუალეტი ვერ გავიგე რაღაცა არ მესმის კარგად რაღაცა ნუ საბოლოოდ აღმოჩნდა თურმე ვანო რომ იმის გამო რომ იქ არის რაღაცა სიმშვიდესთან დაკავშირებული რაღაც ამბები 8 საათის მერე ტუალეტის ჩარეცხვა არ შეიძლება დაიცა 8 საათის მერე ტუალეტის ჩარეცხვა და ტუალეტი ანუ ნუ აი აკრძალულია იმიტომ რომ იქ ვიღაცა მეზობლებს მერე ეს რაღაც ჩარეცხვის ხმა აწუხებს ხო და შენ არ უნდა ჩარეცხო ხო და ხა ვეკითხები კაცო ამ პოლიციას კი ბატონო ჩვენ ხა ერთი კვირა უნდა ვიყოთ და რა ვქნა გავაკეთოთ ახლობით ეგეთი რა კახურად რო თქვა ეგრე ხო დააგროვეთ და დილით ჩარეცხეთ 150 ევროთი დაგვაჯარიმეს. მართლა? ხო, კი, მანდ დაგვაჯარიმეს და ნუ მე რაღაცა ესე შევეცდით მე ჩვენ ყოველ დილით 8 საათზე დავდით ჩვენს სტუდიაზე. რამდენ რომ უნდა მიასწრო ეგ არის კიდე მაგარი რა. რამდენ უნდა მიასწრო ნამდვილად. აი, გადავიდეთ ახლა როგორ თემებზე იცი მაგალითად ახლა ერთი კიდე რა უნდა მოყვე ახლა მე და გიაროინიშვილი დავდივართ ხოლმე სხვადასხვა ადგილას რა ხანდახან ჩაის. ხო, მეგობროთ შენ და გია. კი. ხო. ხო და ეგეთი ის აქვს რა რაღაცას რომ გიყვება ხო ხო აი გეუბნება რომ ეხლა როგორც შენა ეს არ დაგილევია რა აი ესე ეგ შენ ხო არიცი ან არ რაღაცა ეგ ლაპარაკის ფორმულა აქვს ლაპარაკი ეგეთი ლაპარაკის რა რომ აი როგორც შენ ეხლა ეს არ გიქნია ისე შენ ეს არ მე ეს არ გამიგეთებია თუ რაღაცა ხო ოპერის გვერდზე ხედავთ და ისტორია დაიწყო მოყოლა რაღაცა ყვება და თან ესეთი აქტიური ლაპარაკი იცის და აი ხა როგორც შენ ოპერისთან რო ჩაუხვევ აი ხა რო გახდა სახინკლერო ვარ აი იქ როგორც არა ყოფილ ხარ მე ვთქვა დამყოფი ვარ კაცო როგორ დავდივარ კიდე კაიო აი ეგ რო ჩახვალო და აი ეს ოპერის კაფე რო აი ეგ რო გადაიტანეს აი როგორც იმ კაფეში არა ყოფილ ხარო შენო იქაო რა ო ისე არა ყოფილა ისე და აქ ვამთავრებ უკვე რომ კვირაში ორჯერ მეუთხარი იქ დავდივარ იმ კაფეში რა სწავლობ გია რომ გამაგიჟე ხა თან მეც გავწოფდი გაიგე ხა რას ქვია იქ არ ყოფილი ვარ ხო და მე მეუნება რომ აი ხლა აი სამი ხალი ხოზისო წინო აი ხო აი შუაში როგორც ეხლა ეს არის ვისი ცოლიაო მე ვთხარი ბიძინა ბეროჩაშვილის ცოლია მართლა ჩემი მეგობრის ცოლია ის შუა ხო და მოკლედ თან მეც არ ვეშვები გაიგე მოგა ძალიან გაბრაზდა შენ არ მართავრები და ლაპარაკსო რაღაც მართლა ვიცოდი იმხად მანამდე მივესალმა მან ვერ დაინახა რა გამიგე და ისტორია ვერ დაამთავრა რაღაცა ყვება ვერ დაამთავრა სადაც მითხრა იქ იყავი აქ იყავი ყველგან აყოფი ვიყავი ის კალი ამოვიცანი ვიცი ხო და მოგეს ისტორია ვერ მორჩა თან ამ ფორმულით უნდა დაამთავროს გაიგე ანუ უნდა მითხრას რაღაცა რაც არ ყოფილ ვარ ან გამიგეთებ და მე იტყვის ფინალს მანამდე არ მეუნება რა ამ ფინალს ხო შე ვიცი მითხრა ის ფინალია რა არ მეუნება ოპეთ გაბრაზდა რაღაცა იქით და მეორე დაგადაგვავისწე ეს ამბობ და მეორე დღეს მირეკავს ხო და ეხა მეუბნება აი ხა გუში რაღაც დამამთავრებინაო ხო იცი ხაო და ხო ეხა ეთქობა ფიქრობს რომ რამე რთული მოიფიქროს რა გაიგე რაღაცაც არ გამიკეთები რეკავს ხო რეკავს და მეუბნება ეხლა ისა გუში ვერ დავამთავრე ის ისტორიაო რა საინტერესო ისტორიაო და აი როგორც შენო კორეის პროვინციებში არა ხარო ნამყოფი არ მოგივლიაო კორეის პროვინციები რა ისეო ვთხარი გია ერთ წუთით 2007 წელს მაგ მოვლილი კორეის ყველა პროვინცია მართლა ესე იყო ასამე ჩემი ლაშარი კორეის ყველა პროვინციაში ვიყავი კონცერტით რაღაც სპეციალური პროგრამა იყო ყველა აი პროვინციები ყველა მაგ მოვლილი კორეის გაბრაზდა აღარ გაბრაზდა რა გატიშა ტელეფონი და მოგე საბოლოოდ ჯერ ისტორია ვერ დაამთავრა გია ზემდე არ ვიცი რა უნდა ეთქვა ჩემთვის საბოლოოდ ფიქრობს რაღაც ისეთი მოიფიქროს სადაც არ ყოფილ ვარ ან არ შემიხედია ან რაღაცა მაგათ სირთულეებს ვერ შვება მოკლედ ფორმულა ჩაუგდე მოკლედ რა აღმოჩნდა რომ კორეის პროვინციებში ნამყოფი ვარ და ასე რომ თვარეზე არ ახლა ნამყოფი აი ეგ რო ეთქვა რომ თვარეზე როგორც ჩაკმულ არ გიმღერია კი ბატონო აბა გააგზავნე დაამთავრე კი ბატონო ყველა არ ვეშვებით ერთმანეთს რა მე და რა ამ თემებში. კაი, კახური ამბები ხო არაფერი? კახური ამბები ძალიან მაგარი ამბავი ერთი მაგარი კაცს ვიცდობა ახმედას ჩემთან, რომელიც უწუწუნოს რომ ბელი ვალი აქვს რა. ბევრი ვალი აქვს? ბევრი ვალი აქვს მოკლედ რა. და ტყობა იქ რაღაცა ხო სულ რაღაც ონლაინებს თამაშობენ, რაღაცებს თამაშობენ და ბევრი ვალი დაედო ეთყობა და იმ დღეს ჩავედი და მეუბნება რომ გუდელი უნდა გავხდეო რა. არა ბატონო გიორგი რა მე გუდელი უნდა გავხდე 100%-იანი. მე ვთქვა რა გუდელი უნდა გავხდე ბიჭო მე ვთქვა. კაზინოში თამაშობ 24 საათი იმაში რა ქვია. ან იმას ეწევი ხარ რა გუდელი ის გუდელი შენ გუდელი როგორ გამოვეთქვა. რა ვიციო კაცო აგე ჩვენს და სოფელში საცხოვრობო. ერთი კაცი იყო. ხო. სულ მთელი სოფლის ვალი ჰქონდაო.
მოდელი გახდაო ბატონო გიორგი და ყველა მოვალე მე სულ ხელებზე კოცნია. მე ვიყურებ დაგიბატოთ კიდე ხوارე. ყველა ხელზე კოცნია. ყველა მევალე მიდის და ხელზე ერთხო. კაი, აუ უხები ყველა ისავა. კაი, გავაგზავნოთ კახური ერთიც. მოგეთ ერთი სოფლი და ეხლაც ხო ესე არის ჩვეულებრივად რომ ერთი სოფლის ხო ბიჭი მოგეთ გოგო გაურიგეს რა. ხო და ოჯახით მიიწვია ამ გოგოს ოჯახმა მიიწვია ეს მეორე სოფლიდან ეს და მივიდა მთელი ბიჭი, მამა, ბიძები ვიღაცები. სანახავად ხალის სანახავად. ოჯახში მივიდა სუფრა იყო კარგი გაშლილი კახური სუფრა ახეთიკით და ეს გოგო გამოიყვანეს. გამოგოგო დადის რაღაცა ახეთიკით. რაღაცა ახეთ. არიღიმის, არიცინის, არაფერი ახეთიკით და გაიარა გამოვერა. მოგეთ ამათმა თქვეს რომ აუ რა სერჩიო, კაცო, ძალიან კაი გოგოა ეს. ხო, მოეწონათ. მოეწონა, ძალიან მოეწონა. და მოგეთ ამბიც ამათ უთხრეს ამ გოგოს იმას რომ მოგეთ ჩვენ ამასო წავიყვანთო რა. მაგრამ ეხლა ერთი პრობლემაა მათ, გაიგე? ამ გოგოს არ აკბილები. ხო, კბილები არა. ხო და ეს ვერ შეატყვეს, იმიტომ რომ ეს გოგო არ იცილის, გაიგე? სასერიოზულებ რაღაც ეკეთ. ეხლა ამათმა გადაწყვიტეს, კაცო, რომ მე რო გაიგონა არ მოგიბრუნოს უკან, ეს უთხრათო რა, კბილები არა აქვს. ხო, მე. ხო და ეუნებიან რომ უხერხულად რომ რაღაცა ვაი რაღაცა ერთი ის არისო რა თავიდან რომ გითხრათო რომ რაღაცა ვაი კბილები არა აქვს რა და როიცინისო რაღაცა კარგად არ გამოიყურებაო რა როიცოდეთო წინასწარ როიცოდეთ წინასწარ როიცინისო ძალიან რაღაცნაირად უშუნოდ გამოიყურებაო რა და მაინცო რა ვიციო კაცო მე რაღაცა ამათ მარცაცხელეს არ არისო რაღაც პრობლემაო ეგო ისეთ ოჯახში შეგყოს რომ იქო გასაცილებელი არაფერი არის. აი წარმოვიდგინე, სადაგზავნით და ის. აი როგორ ოჯახში მიყავდათ რომ პრობლემა არ არის კაცო. იქო ეგო მაგას აფიზე გაეცინება იქო. მაკვილებსაც აფიზე გა. ანუ ეგ პრობლემა ქრება. ეგ პრობლემა მაგას არ გამოაჩნდება იქო. იქო არ გაიცინებს აცეთქება. მაგის გარანტიას გაძლევს რომ ეს ისეთ ოჯახში შევა რომ იქო სიცილი არ იქნება საერთოდ. არ გაეცინება არაფერზეო. სასაცილოდ საქმე საერთოდ საერთოდ დაგვაცინეს მერტო ჩვენ ავაკვილები მას მაგრამ აზრი აქვს ჩვენში. ხო, ეგრე ვარ დღესაც. ხო, რომ სასაცილოდ არ გვაქვს საქმე. სასაცილოდ არ გვაქვს საქმე. მაგრამ მაინც ვიცინით რომ ქართველი კაცი იუმორის ნობას მაინც არ კარგავს. არ კარგავს, ხო. შესაძლოა შენი გადაცემაც არსებობს და ამიტომ მე ვიცინოთ და რა თქმა უნდა, ჩვენი ვალ. კარგი განწყობა უნდა შევინარჩუნოთ. ხალხს უნდა შევუნარჩუნოთ კარგი განწყობა, გიორგი, იმიტომ რომ შენ სიმღერით, მე ჩვენი იუმორით, შენ იუმორით არაჩვეულებრივი გაქვს და ნუ ჩვენი ვალ. ცოტა ეხა იცი და არის კიდე ხეოვნები რა. კი არ ვიმართლებ თავს, მაგრამ ზოგადად იუმორსაც და კარგ განწყობასაც ჭირდება რომ ზოგადად ქვეყანაში იყოს ყველაფერი კარგად. თუ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ისიც რომ განწყობა გქონდეს. ამიტომ ეხლა ქვეყანაში კარგი განწყობა არის პირველ რიგში შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ყველა შენ რესპონდენტი ვიცმო იყოს კარგ ხასიათზე, ბევრი კარგი ისტორიები და ამბები და ამბები. და მე მგონი ყველასთვის კარგია რა. როცა კარგად სასაცილოდ გვაქვს საქმე არის ძალიან კარგი. ხო, ეხლა ცოტა დიდი დეპრესიის პერიოდში ვართ, ჩავარდნილებ ქვეყანა, მაგრამ იმედი გვაქვს რომ რა ვიცი, კარგ ხასიათზე რაღაცა ახლო მომავალში მაინც აუცილებლად იქნება, აუცილებლად. მე მგონი არა, ასე რა ჯობია, ხო. რა ვიცი, მეც მინდა რომ წარმატება წვენი კარგია. წვენი კარგია, კი ბატონო, ჩვენი საუკეთესოები, ყველაფერი საუკეთესოა. ბენდი კარგია, წვენი კარგია, სტუმარი კარგია, წამყვანი კარგია, ყველაფერი კარგია. ყველაფერი კარგია. მუსიკაა ფანტასტიკური. მუსიკაა ფანტასტიკური, იგივე მუსიკა. ხო და ეხა რითაც დაიწყეთ, იმით დაამთავრეთ ასე. გამაცილეთ აქედან. გავაცილოთ რა. მოდი უშიკა გავაცილოთ ეს კაი კაცი. დიდი მადლობა ჩვენი სტუმარი იყო. გიორგი უშიკიშვილი, მადლობა.